ეკონომიკის მინისტრი ჩინეთიდან კონკრეტული შედეგით დააბრუნდა 15 ივლისიდან პირდაპირი ფრენების შანხაი-თბილისის მიმართულებით იწყება. რეგულარული ავიამიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მარიამ ქრივიშვილმა ავიაკომპანია China Eastern Airlines ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას მიაღწია. ვიზიტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებასა და საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაზე. ზაფხულის ტურისტული სეზონის მოახლოების ფონზე ახალმა ავიამიმართულებამ ჩინეთიდან კიდევ უფრო მეტი ვიზიტორი უნდა შემოიყვანოს. Ტურისტული სექტორის სტიმულირების მექანიზმად განიხილება ITB China 2026-იც. ერთ თვეში დაგეგმილ პრესტიჟულ გამოფენაზე საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი. მორიგი პირდაპირი რეისი ჩინეთში 15 ივლისიდან მსურველები თბილისიდან შანხაიში და პირიქით გადაჯდომების და ზედმეტი დროის დანაკარგის გარეშე იფრენენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ავიაკომპანია China Eastern Airlines-თან მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა. შანხაი მესამე ჩინური ქალაქი იქნება, რომელთანაც საქართველო პირდაპირი ავიარეისით იქნება დაკავშირებული, რაც შესაბამისი უწყებების აზრით გაზრდის ტურისტულ ნაკადებს ჩინეთიდან და ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების დაახლოებას და ეკონომიკური კავშირების გამყარებას. ეს არის, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად მაღალ დონეზეა ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ისევე როგორც ეკონომიკური კავშირები. ეს, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება თავის მხრივ გააძლიერებს ხალხთა შორის ურთიერთობებს, ეკონომიკურ კავშირებს და პირველ რიგში სტიმულირებას გააკეთებს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერების, დივერსიფიცირების, დამატებითი შემოსავლების გენერირების ჩვენ ქვეყანაში, უშუალოდ ტურიზმის ინდუსტრიიდან. დღეისათვის საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარულ სამგზავრო რეისებს ახორციელებს ორი ჩინური ავიაკომპანია. China Southern Airlines ურუმჩი თბილისი ურუმჩი საჰაერო ხაზზე კვირაში 7 სიხშირით და Air China პეკინი ურუმჩი თბილისი ურუმჩი პეკინის საჰაერო ხაზზე კვირაში 3 სიხშირით. 2025 წელს აღნიშნულმა ავიაკომპანიებმა ჩინეთსა და საქართველოს შორის 100,000-ზე მეტი მგზავრი გადაიყვანეს. შანხაის მიმართულება ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულება იყო. იქიდან გამომდინარე, რომ იგი წარმოადგენს ჩინეთის ეკონომიკურ და ფინანსურ ცენტრს, შესაბამისად შანხაისთან საქართველოს დაკავშირება ცხადია მოგვცემს დამატებით შესაძლებლობას, რომ ორ ქვეყანას შორის გამყარდეს როგორც ბიზნესის მიმართულებით ურთიერთობები, ასევე მოვიზიტოთ დამატებით ტურისტები. ჩინეთიდან ტურისტების ოდენობა იმატებს, ინტერესი ძალიან დიდია. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას კერძო სექტორთან ერთად ჩვენ გვაქვს კომპლექსური კამპანია მთელი წლის განმავლობაში. შარშანაც ასე აქტიურად ვიმუშავეთ და წლევანდელ ციფრებს კიდეც დაეტყო. ძალიან მალე მაისის ბოლოს უკვე გვექნება ჩინეთში, კერძოდ შანხაიში ITB-ს უდიდესი ღონისძიება, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსმევს იმას, რომ ჩვენთვის ჩინური ბაზარი პრიორიტეტია. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ჩინეთი ვიზიტორთა რაოდენობის საუკეთესო ათეულში შევიდა, ხოლო 2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით მერვე ადგილს იკავებს. ამავე პერიოდში ჩინეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა 59%-ით გაიზარდა. სპეციალისტების განმარტებით ახალი შეთანხმება კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს მიმართ ინტერესს და სტუმარმასპინძლობის სექტორს დამატებით შესაძლებლობებს მისცემს. ყოველდღიურად დასტურდება თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები, როგორც ეკონომიკური ზრდისა და წინსვლისთვის, ასევე ტურიზმის კეთილდღეობისთვის საქართველოში. ჩვენ ვიცით, რომ ჩინეთიდან ეტაპობრივად იწყება ორმაგდება და სამაგდება ტურისტული ვიზიტებისა და შემოსავლების რიცხვი, რაც ძალიან საამაყო და დასაფასებელია ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ამხელა ქვეყანა მხარს გიჭერს როგორც ეკონომიკურ, ასევე ტურისტულ საქმიანობებში. ვფიქრობ, შანხაი-თბილისის პირდაპირი ფრენების დაწყება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და ადასტურებს ამ ურთიერთობების გაღრმავებასა და მნიშვნელობას. ტურისტული ნაკადების გაზრდას და სტუმარმასპინძლობის სექტორში პარტნიორების მოზიდვის შესაძლებლობა საქართველოს ერთ თვეში ITB China 2026-ს ექნება. საქართველო გამოფენაში ოფიციალური პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.